პლასმაში არსებული ნივთიერებები უკვე გადმოდის ბავშვის სხეულში. და რაც წელს ახლა ბავშვის სხეულში გადმოსცემს პლასმასის ნივთიერებები. პირველი შეიძლება გამოიწვიოს საკვერცხების პოლიკისტოზი დროთა განმავლობაში. საკვერცხების პოლიკისტოზი გოგონებში ალბათ ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ემეტრიული დაავადება. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული. უკავშირდება ასევე ჭარბწონასაც. ეს ერთი, მეორე. ასევე შეუძლია გამოიწვიოს დროთა განმავლობაში უშვილობა. ეს არ მოხდება თქმა უნდა 1-2 წელიწადში, როგორც კი აღნიშნეთ, ეს ხდება წლების განმავლობაში. ინტენსიურმა გამოყენებამ. ხო, და გარდა ამისა, ასევე მე 100 საქმთან ერთად, თუ ეს ხდება თქვა ძალიან ხშირად, ამასაც ყოველდღიური ხასიათი, შეიძლება ხელი შეუწყოს სიმსივნეების განვითარებას, განსაკუთრებით ჰორმონგრძნობიარე, მათ შორის საძილჯირკვლის საკვერცხების სიმსივნეებსაც. ასე რომ პლასმასთან რაც უფრო ნაკლებად იქნებთ კონტაქტში, მით რო უკეთეს. ეს ასევე ალბათ ეხება ერთჯერად კონტეინერებს? ალბათ ის კიდევ უფრო მეტად ტოქსიურია. თუ აი თქვა ერთ მათ შორის ის პლასმასის ნებისმიერავე. ერთჯერად ჭიქები იქნება ეს, ერთჯერად ბოთლები იქნება თუ რამე სხვა იქნება. ყოველთვის ჯობს რომ თუ გინდა თუ არ გინდა გამოვა სიტუაცია და გამოყენება გვიწევს, მაშინ ტემპერატურა იყოს დაბალი. ანუ ოთახის ტემპერატურის კერძი იყოს მასში ან სასმელი იყოს მასში, მაგრამ არა ცხელი.